დღეს გასწავლით თუ როგორ უნდა შექმნათ QR კოდი Origin დეტექტორზე. პირველ რიგში გახსენით თქვენი ბროუზერი და აკრიფეთ www.origindetector.com. შემდეგ უნდა დააჭიროთ Sign Up Now ღილაკს. აქ უნდა შევსვათ თქვენი იმეილი, პაროლი, გაიმეოროთ პაროლი, შემდეგ კომპანიის სახელი და ქვეყანა. შემდეგ დააჭირეთ Sign Up ღილაკს. აქ ისევ უნდა ჩაწეროთ თქვენი იმეილი და პაროლი. და დააჭიროთ Sign In ღილაკს. ახლა კი ჩვენ ვიმყოფებით მენიუში, სადაც თქვენ ხედავთ QR ღილაკს, პროდუქციის ძებნის ღილაკს და ველს, სადაც ხდება პროდუქციის შეფასების მართვის და რეფერალის ნახვა. ახლა თქვენ უნდა დააჭიროთ კუთხეში აი ამ ღილაკს, პროფილს და შემდეგ უნდა დაადასტუროთ თქვენი აკაუნტის ვალიდურობა. დააჭირეთ Verify email-ის ღილაკს. ახლა კი ჩვენი აკაუნტი უკვე არის სრულიად აქტიური. ახლა კი უნდა ჩაწეროთ თქვენი კომპანიის სახელი, რეგისტრაციის ნომერი და ასევე დომეინი. დააჭირეთ Save Profiles. დაელოდეთ რამდენიმე წუთი. ახლა უკვე ჩვენი პროფილი აქტიური არის, რის შედეგადაც თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა ველებით, გადახვიდეთ მაგალითად პროდუქციის დამატების ველში, დააჭიროთ ახალი პროდუქციის დამატებას და ჩაწეროთ უკვე მონაცემები. ამ ველში უკვე თქვენ ჩაწერთ პროდუქციის დასახელებას, შემდეგ დააჭერთ Add Products. აქვე შეგიძლიათ ხელით ჩაწეროთ თუ რა ინგრედიენტები შედის ამ პროდუქტში. ბეჩის ნომერი და ინგრედიენტის დასახელება. ჩემ შემთხვევაში ავირჩევ თაბლს. დავაჭერთ ინგრედიენტის დამატებას. ახლა კიდევ დავამატებ მეორე ინგრედიენტს. როგორც ხედავთ, ორივე ინგრედიენტი უკვე ჩანს. შემდეგ უნდა დავაჭიროთ Add Products და დაველოდოთ რამდენიმე წუთი, სანამ არ გამოჩნდება ჩვენი პროდუქტი დაახლოებით აი ამ ველში. დაველოდოთ. აი, გამოჩნდა ჩვენი პროდუქციაც. უნდა დააჭიროთ აი ამ ღილაკს და ვიხილავთ Origin Trees. ამ Origin Tree-ში არის მოცემული ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ დავიტანეთ. შემდეგ გადმოვიდეთ ისევ Origin Directory-ის საიტზე. აქ ისევ დავაჭიროთ Honey Creams და შემდეგ უკვე უნდა ავირჩიოთ პროდუქტის კატეგორია. ამ შემთხვევაში მე ავირჩევ საბავშვო კვებას. დავუმატებ დამატებით ინგრედიენტის ველში შაქარს. ინსტრუქციას და შემდეგ უნდა მივუთითოთ პროდუქციის ბმული. ამას დავიმახსოვრებთ. შემდეგ ისევ უნდა დავაჭიროთ Honey Creams, ანუ იგივე ჩვენ პროდუქტს და მოვნიშნოთ ეს ორი ნაწილი. ამ ორი ნაწილის მონიშნვის შემთხვევაში ჩვენი პროდუქტი უკვე ხილვადი გახდება სხვა ადამიანებისთვის. დააჭირეთ ისევ Save, ანუ დამახსოვრების ღილაკს. კიდევ ახლიდან შედით და აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია შევავსოთ სხვადასხვა ინფორმაცია. და აი გამოჩნდა ჩვენი ცხრილი, სადაც მითითებული არის უკვე კალორაშიც და სხვა ჩვენსგან დამატებული ინფორმაციაც. დავაჭიროთ დამახსოვრებას. ახლა კი თუ დავაჭერთ აი ამ ღილაკს, ჩვენ ნახავთ სრულ ინფორმაციას, რაც კი თქონა შეყვანილი, მათ შორის ჩვენი ეს ორი ინგრედიენტი, ასევე ნუტრიციული ფაქტები, კალორაჟი, ალერგენები, დამატებითი ინგრედიენტები, ინსტრუქცია და პროდუქციის ასევე ვებსაიტიც. ამას როცა დავხურავთ, შეგვიძლია გადავიდეთ აი აქ და დავაჭიროთ View Origins და რას გვანახებს View Origin-ი? View Origin-ი ჩვენ გვანახებს ამ ინგრედიენტების ურთიერთკავშირს. ამის შემდეგ ჩვენ ავიღებთ და გადავალთ პროდუქტის ძებნის ველში და დავადასტურებთ ნამდვილად არის თუ არა ჩვენი პროდუქტი აქ, რაც გვანახებს რომ არის.
შემდეგ ისევ გადავალთ ჩვენს პროდუქციის სისტემაში და დავაჭერთ OD QR კოდს. სწორედ ეს არის ჩვენი პროდუქციის მთავარი QR კოდი.